გადავიხედეთ $5,000. BMW F10 535 2015 წლიანი 71,000 მილი გარბენით. ამ ვიდეოში დაგათვალიერებინებთ ჩვენს მიერ ჩამოყვანილ F10 535 3.0 ძრავით, რომელიც გუშინ ჩამოვიდა, შავი ფერის არის ვიზუალურად ჩანს. ფასრად შეეხება, აი ეხლა რა მდგომარეობაშიც არის თბილისამდე მაქვს საუბარი, დაჯდა $7,900. M პაკეტი არ არის, ლაქშერი პაკეტია, რაც თავარია დაზიანება მარცხენა უკანა ფრთაში. არის დაზიანებული, ასევე ბამპერიც არის გაფუჭებული, სალასკაც არის გაფუჭებული. გვეგონა რომ სავალი ნაწილიც იქნებოდა გაფუჭებული, იმ მიზეზით რომ დისკი, აი ეს დისკი არის ჩამოყოლი. თან ამერიკის სურათებსაც განახებთ, იქაური დაზიანება ისეთი ქონდა. დისკს რომ ვიფიქრეთ რომ სავალი ნაწილი იქნებოდა გაფუჭებული. ეს არის ხოლმე რომელიც გაკეთებადია ბამპერი. შეიცვლება, არ არის გამორიცხული რომ M პაკეტზე გადაეწყოს გარედან ვიზუალზე მაქვს საუბარი. რაც შეეხება სალონს, შავი ფერის airbag გაუხსნელი, ეს გამოიყურებოდა საკმაოდ შენახული. სალონი აქვს საჭე, რომელიც ელექტროა, ასევე საჭის გათბობა, სავარძლების მემორი, ჰარმან კარდონი არ აქვს ავტომობილს, სავარძლებიც ჩვეულებრივია, რა თქმა უნდა, ელექტრო. ჭერი თეთრი ლუქით, სავარძლების გათბობა, ასევე გვაქვს head-up display, უკანა ხედვის კამერა, რა თქმა უნდა. ეს ნაწილები მოიტანა უკვე მე პატრონემ, უნდა შევცვალოთ რაღაცები სავალ ნაწილში. სტერჯინებია გაფუჭებული, ბოლტები აკლდა, ასევე ზეთი უნდა შეიცვალოს ჩვენ სერვისში. რაც შეეხება კიდე ავტომობილის დანარჩენ დეტალებს, საკმაოდ სუფთაა ჩამოსული. გენგიც მოვიდა, უკანა კარებიც ჩვეულებრივად იღება, უკანა სალონის მდგომარეობაც კარგია, ეს დასვრილია საპის დისკი და წეღა რომელიც განახეთ. ჩავიხედოთ ძრავშიც. ძრავით საკმაოდ სუფთად გამოიყურება. ქვევიდან გუშინ ყავდა აწეული და ზეთები. არ აქვს, კიდევ ნავწევთ ხა სერვისში და ქვევიდან კიდე დაგათვალიერებინებ. ძრავი გამოიყურება, ეს მუშაობს ძალიან კარგად. ფარი დაორთქლილია, რაც შეეხება მარცხენა ფარს, ეს ამერიკაშივეა დასილიკონებული, მაგრამ ამას მოევლება. საბარგულს რაც შეეხება, ელექტროა, ასევე საფენები მოყვა. ნაჭრის საბარგულით საკმაოდ სუფთად გამოიყურება. ამერიკიდან ახალ ჩამოსული ავტომობილის კვალობაზე. ძალიან ქარი გვაქვს დიდი ღომში და შემაწუხებელია. საბურავებიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ერთი სამწუხარო ის არის, რომ ეს საბურავი არის გაფუჭებული. დანარჩენი ავტომობილი ფიქრობ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. აღდგენის ხარჯებიც არ არის ძალიან დიდი. ფიქრობ რომ თლიანი ავტომობილი $1,000-ში გაკეთებადია. 0.40 არის საღებავი და ამას დიდად პერეხოდების გადასვლა არ დაჭირდება. ბამპერებს ხე შეცვლის თუ არა, უკვე დაზიანების ხარჯში მე პირადად არ ჩავთვლიდი. $1,000-ს რაც შეეხება, აქ მაქვს საუბარი ზეთების შეცვლიან, აი თლიანობაში ავტომობილზე უკვე სრულად იყოს გამართული. სერვისშიც დაგათვალიერებინებთ რა ავტომობილები ყავს, რომლებიც უკვე გავაკეთეთ. Mercedes დასრულებულია, უკანა მარცხენა მხარეს სავალში ქონა დაზიანება და მორჩა. Tesla დასრულებულია და Tucson's ვაკეთებთ ამავდროულად წინა მხარეს რადიატორებს ვაგვარებთ. ასევე ეს Tesla model Y ყავს გასკეთებლად. ავწიეთ F10 და პირველ რიგში ვცვლით სამუხრუჭე დისკის უკანა საფარს. აი ეს არის ძალიან დაჭრილი და ეს უნდა შეიცვალოს. ქვევიდან აი ესე გამოიყურება ავტომობილი. საკმაოდ კარგად არის და სავალში ძალიან გასაკვირია, რომ არაფერი არ ჭირს. სტერჯინები უნდა შეიცვალოს ორივე მხარეს. ვსო, ეს ჩავაბარებთ უკვე შემდგომ მომხმარებელს. ერთ-ერთი კომენტარი ესეც დამწერეს, რომ ეს რა კონტენტიაო, ანუ ამ სტილის ვიდეოებზე. ეს კონტენტი არის ჩემი გამოცდილება და ზოგადად ჩვენი მუშაობის პრინციპი. ავტომობილის ჩამოყვანა ამერიკიდან რომ დაგჭირდებათ, ჩვენი გამოცდილების ნახვა შეგეძლებათ მარტივად ვიდეოს სახით. რა პრინციპით ჩამოყვავს ავტომობილები ამერიკიდან. რაც შეეხება ამ F10-ს, ამერიკის მდგომარეობა და სურათებიც დავათვალიერებთ. ადგილზე ამ ავტომობილში გადავიხედეთ $5,000, 61,000 გარბენით undercarriage. ანა დაზიანების გამოწერია. კი, რაც შეეხება დისკს. დისკი აი ესეთ მდგომარეობაშია სურათზე. სავალ ნაწილში მეგონა რომ იქნებოდა რაღაცები დაზიანებული. ესეთი დისკის ზიანით, რომ სავალს არაფერი მოვიდა, ძალიან კაია. დანარჩენი ესეთია, ეს ფარი ზუსტად ახლა ესე ანთებს უკანა მხრიდან.
სალონი ზუსტად იგივე მდგომარეობაშია ჩამოსული როგორც იყო. აქაც ჩეკი არანთი ABS-ი და მოცურება ანთიეს მომერც შემდგომ უკვე თავისი ჩაქვრა არ გაგვინოლებია ჯერჯერობით. ძრავიც ესე გამოიყურება 2015 წლიანი. ამ კონტენტის ერთ-ერთი მიმართულება ისაც არის, რომ ამერიკიდან რა მდგომარეობაში ჩამოდის ავტომობილები, პირდაპირ განახოთ, დაგათვალიერებინოთ და საომალოდ კიდევ უფრო მეტი ვიდეო დაიდება. როგორც ჩვენი ჩამოყვანილი, ასევე უბრალოდ ჩვენ სერვისში მოსულიც ეს უკვე მე პატრონის სურვილზეა დამოკიდებული. დავასრულეთ F1, ნომრები დავაყენეთ, დიაგნოსტიკა გავუკეთეთ, საბურავებით გადაუჭერეთ, რა თქმა უნდა. სავარნაწილსის სტერჟინები შევცვალეთ, უკანა სამოხრჭე დისკის დაცვაც შევცვალეთ, რაც განახეთ წიდორში და ეს ჩავაბარეთ მე პატრონს. არ ვიცი ამ ვიდეომ რა ინფორმაცია მოგაწოდათ, მაგრამ ჩემი გამოცდილება ესეთი ამას ვაკეთებთ უკვე წლებია და ესე ვმუშაობთ. ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან, შემდგომ ტექნიკურად გამართულს ვაბარებთ მე პატრონებს. გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.